საკვებს ნამდვილად შეუძლია დაბერების შენელება და შენ შეიძლება 20 წლით მეტი ან ნაკლები იცხოვრო იქიდან გამომდინარე რა შეჭამ ყოველ დღე წლების განმავლობაში. და მე გეტყვით ტოპ 20 საუკეთესო საკვებს, რომელიც შეგიძლია ყოველ დღე ჭამო და რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლო. დაბერებას ვიწყებთ 25 წლიდან. 25 წლის რო ხდებით. ამ დროისთვის ჩვენ ვწყვეტ ზრდას, თავის ტვინს მომწიფებულია უკვე და დაბერება იწყება. დაბერება არ იწყება სარკეში, რა თქმა უნდა, შეხედავ ისევ იგივე ხარ, ვინც იყავი, მაგრამ დაბერება იწყება ჩვენს დნმ-ში, ჩვენი ინფორმაცია, რაც ჩაწერილია ჩვენს უჯრედებში, ის ნელ-ნელა ზიანდება. დაახლოებით ის ხდება, რაც ჩვენს გარშემო ეხლა დღეს, რომ უნივერსიტეტები რო დაანგრიო ქვეყანაში. ნელ-ნელა, ან ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მესამე, ასე რომ იყვე და არა აშენო. აი ესეთი რამე ხდება ჩვენ ორგანიზმში. დნმ ზიანდება, ინფორმაცია ზიანდება და ჩვენს შესახებ ჩვენივე ინფორმაცია ნადგურდება ჩვენ თავში. ეს არის პირველი რაც ხდება, ყველაზე მთავარი. მეორე არის რომ მიტოქონდრია ზიანდება ასევე. მიტოქონდრია დაახლოებით რო წარმოიდგინოთ, რომ ქვეყანაში ქარხნები რო ნელა გაანადგურონ ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მესამე, ეს მიყოლებით და ნუ რა, კი, თავიდან ვერ ამჩნევ შენ ამას, თავიდან ვერ ამჩნევ, მაგრამ მას შემდეგ რაც ბევრი ხალხი დარჩება მშიერი, მე ხვდები რომ საქმე ცუდად არის. აი ეს არის მეორე დაბერების პროცესი, ანუ მიტოქონდრიის დაზიანება. და მესამე რაც ხდება, მნიშვნელოვანი არის ხოლმე რომ ჰორმონების პიკები გადაივლის და ნელა პლატოსკენ მიდის. ნუ ეს ეხება სხვა არ მარტო ჰორმონებს, სხვა ბიოლოგიურ პროცესებსაც და ამას აღიქვავ ისე რომ ნელა мотивация გივარდება, აღარ გინდა სამყაროს შეცვლა, ნაკლები ინტენსივობით განიცდი სიხარულს, ბედნიერებას და ასე ყველაფერს. ანუ ინტენსივობა კლებულობს, мотивация კლებულობს, ემოციები ბრტყელდება და ნელა მშვიდად ეგუები დაბერებას და მერე სიკვდილს. ნუ ასე ადამიანი მოწყობილი, ეს არის ადამიანის დაბერების პროგრამა. შემდეგ უჯრედის აღდგენის უნარი იკარგება. უჯრედული აღდგენა რას ნიშნავს? ეს რომ წარმოიდგინო, რომ აგურ რომ დაიწყოს ადამიანმა სახლების დაშლა და ეს ერთი აგური, ორი აგური არაფერი, მაგრამ თუ ისე ვარ დაალაგე ის აგურები და გააკეთე, ბოლოს დაინგრება სახლი, ხო? აი დაახლოებით ასე ხდება, რომ ნელა იშლება, ანუ იშლება სახლები, მაგრამ არ შენდება და ასე ბოლოს ჩამოინგრევა ჩვენი სხეული და ამას ჩვენ ხედავთ როგორც სიბერეს. აი ამ ყველაფერი პროცესების ერთობლიობაა სიბერე. 30 წლიდან ადამიანი ხდება უფრო ნელი. ვეღარ უძლებს უძილობას, თუ ადრე შეიძლება რომ ღამეები ეთია, დღეს უძილო ღამეების შემდეგ უკვე თავს ცუდად გრძნობს. ადვილად იღლება უფრო, სტრესი მალე გამოფიტავს უფრო. ვეღარ უძლებს ბევრის ჭამას, ვეღარ უძლებს ბევრის დალევას, როგორც ადრე ხდებოდა და ნელა ვკარგავთ კუნთებს. ნელა ვკარგავთ ნეირონებს, მათ შორის მოტორულ ნეირონებს. ცხიმი გროვდება შინაგან ორგანოებში, მათ შორის ღვიძლში, თირკმელებშიც და ეს პროცესი 40 წლიდან ჩქარდება. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მუქთახორები რო მრავლდებოდნენ და მომუშავე ადამიანები მცირდებოდნენ, დაახლოებით ეგეთი რამე ხდება ჩვენს ორგანიზმში. ანუ კუნთები რაც მუშაობს, ის მცირდება და ცხიმი რომელსაც მარტო კვება უნდა და კარგს არაფერს არ აკეთებს, იზრდება და იზრდება. და რა ხდება, თლად კიდევ უარესი არის, რომ ეს ძველი დაბერებული უჯრედები, ან ჯერ თვითონ საერთო უჯრედები ბერდება და ესენი თავისთვის კი არ არიან, ისინი გამოყოფენ ანთებით სიგნალებს და ეს ანთებით სიგნალები სხვებსაც აფუჭებს. დაახლოებით ისე, როგორც აი ხილი რო გაფუჭდება და გარშემო რო ყველაფერს აფუჭებს, ალპობს. აი ესე ესმა დამპალმა ვაშლმა სხვებიც დაალპო, ეგრეა. ასე ხდება ზუსტად ჩვენ ორგანიზმში ერთი უჯრედი რო დალპება და ცუდად არის და ის გამოუშვებს ანთებით მედიატორებს და სხვებსაც აფუჭებს, სხვებსაც აზიანებს და ალბათ გაგიგიათ რომ ანთებას ამცირებს ორგანიზმში რომ ამბობ ზუსტად ეგ არის, ანთებას რატო ამცირებს? იმიტომ რომ ეს ანთება აზიანებს მუდმივად ყველაფერს გარშემო. ამიტომ ხშირდება ორგანიზმში ანთების შემცირება. და ამ დროს ხედავთ ჩვენ მერე ნელა უკვე ნაოჭებსაც, ან კოლაგენი იკარგება, რაც სიმტკიცეს
აძლევს კანს, ჰიალურონი იკარგება, მცირდება, რომელიც კანს ჰიდრატაციას აძლევს და ახალგაზრდულად გამოიყურება. კანი თხელდება და ხდება უფრო მსხვერპლი, თვალის გარშემო მუქი წვეები იქმნება და ეს არ არის უბრალოდ დაღლილი თვალები, კანის სტრუქტურა იცვლება და ეს არის დაბერება. ახლა კაი ამბავი რა არის ამ ყველაფერში? კაი ამბავი ის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია ბევრ რამე შევცვალოთ. ყველაფერი ბოლომდე განწირული არ არის. თუ ვიტყვით რა არის მოცემული ბიოლოგიურად, გენეტიკურად სადღაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 100 წელი აქ ადამიანს მიცემული რა. 122 მიიჩნევა, რომ ზღვარია, მაგრამ ხო ვიცით, რომ ადამიანმა ვიღაცამ 122-ზე მეტი სიცოცხლე. მაგრამ მიიჩნევა, რომ სადღაც ზღვარი 120 წელთან დევს, მაგრამ უმეტესი ადამიანისთვის 100 წელია ეგ ზღვარი. ზედა. მე უკვე გენეტიკურად ძალიან ძნელია, რომ მეტი იცოცხლოს ადამიანმა. ხო, იქნება თუ არა შესაძლებლობა მომავალში, რომ იცხოვროს მეტი, იქნება მაგის შესაძლებლობა, მაღალი ალბათობით, ამაზე მიდის მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე ესეა. და გენეტიკურად ახლა რო ვთქვათ, რომ გენეტიკურად ვართ განწირულები სად? ანუ გენეტიკურად 70 წელი უნდა ვიცოცხლოთ, არა. გენეტიკურად სადღაც 100-დან 120 წლამდე შეუძლია თითქმის ყველა ადამიანს მაგის პოტენციალი აქვს მოკლედ. და 80% მივახწევთ თუ არა აი მასაკს არის დამოკიდებული ჩვენზე. 20-30% არის გენეტიკა და 80% არის ჩვენზე. ანუ სინამდვილეში ჩვენ დიდი იარაღი გვიჭირავს ხელში. საუბარია უმრავლესობა ადამიანებზე. აქ არ არის საუბარი გამონაკლისებზე. ხა არიან ადამიანები და თქვათ ბავშვები, რომელსაც პატარა ასაკში სიმსივნე დაემართა და ან უბედური შემთხვევით გარდაიცვალა, ან ყველა რა თქმა უნდა დაცული იყოს ამისგან, მაგრამ სიმსივნე დაემართა, თან აგრესიული და გარდაიცვალა. ესეთ შემთხვევები ყოველთვის არის, ყოველთვის იქნება, ვიღაცა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლება, ესეთიც იქნება, ანუ გამონაკლისებზე არ ვსაუბრობ, მაგრამ უმეტესობა ადამიანისთვის 80% ხელში უჭირავს თვითონ რამდენ ხანს იცოცხლებს. უმეტესობა ადამიანს შეუძლია რომ იცოცხლოს დიდხანს. მარტივი საზომით რომ ვთქვათ, დაახლოებით 30 წელი შენ ხელშია. 30 წლის განმავლობაში 30 წელს მეტ სიცოცხლებს თუ ნაკლებ სიცოცხლებს შენ ხელშია. თუ ადამიანი დაიღუპა 60 თავის ცხოვრების 60, 62, 63, 70-მდე თუ დაიღუპა, ან 70-ის დასაწყისებამდე იცოდეთ რომ თავისი ყველაზე უარესი ცხოვრების სტილით იცხოვრა. კიდევ ერთხელ არ გულისხმობ გამონაკლისს, არ გულისხმობ უბედურ შემთხვევებს და ეს რაღაცებს არ გულისხმობ სუბთად თუ კი საშუალო ჯანმრთელობის ადამიანი, არც ძალიან კარგი, არც ძალიან ცუდი, საშუალო ადამიანი თუ მივიდა 70 წლამდე, ეგ იცოდეთ რომ ცუდია, ძალიან ცუდია. თუ ადამიანი მივიდა 85-მდე, 90-მდე ეს კარგია და თუ ადამიანი მივიდა 100-მდე, ესე იგი თავისი თითქმის სრულყოფილი ცხოვრების წესით იცხოვრა. აქაც იქნება ვიღაცები, ვინც იტყვიან, რომ ეს ვიღაცა ეწეოდა და 100 წელი იცოცხლა, კი, რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისები, რა თქმა უნდა, ყოველთვის არიან ვიღაცები, ვინც მიუხედავად იმისა, როგორ ცუდათაც არ უნდა იცხოვრონ, მაინც დიდხანს იცოცხლებენ, ასევე ხოლმე დამნაშავეებზეც, რომ მკვლელები და ის ხალხის მასობრივ კატასტროფის მომწყობები, აგერ 70 წელს მიაღწიეს, მაგრამ კაი ხალხი ზოგჯერ 30 წლამდეც ვერ აღწევს. ასეთია ცხოვრება სამართლიანი არ არის. მაგრამ ჩვენ რის გაკეთება შეგვიძლია ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ახლა. ახლა ვთქვათ, აი ამბობ რომ ვთქვათ ამ 30 წელი ჩვენ ხელშია, ხო? უხეშად ამ 30 წლიდან რამდენია საკვების? საკვების როლი არის პრაქტიკულად ნახევარი. 15 წელი გიჭირავს საკვებით ხელში. რას ჭამ ყოველ დღე? აი შენ იმ დაახლოებით 15 წელს განაპირობებს. ორივე რა თქმა უნდა, რას ჭამ რაოდენობრივადაც და რას ჭამ ხარისხობრივადაც, ანუ რომელ საკვებს შეჭამ. მაგას აქვს მნიშვნელობა. შენ შეგიძლია შემცირო და შეანელო შენი დაბერება, შენ შეგიძლია გაზარდო და აჩქარო შენი დაბერება. პირველი საკვები, რომელსაც ვიტყოდი, რომ არის საუკეთესო და რომელიც თუ არაფერი არ გემახსოვრება, ის ერთი უნდა გახსოვდეს, ეგეთი არის ზეითუნის ზეთი, ოღონდ extra virgin, ანუ extra virgin olive oil, ასე აწერია და ეგ უნდა დაიმახსოვროთ.
ხო, ეგ არის სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, არარაფინირებული ზეითუნის ზეთი. არარაფინირებული ზეითუნის ზეთი შეიცავს ბევრ ანტიოქსიდანტებს, აქვს ანთიების საწინააღმდეგო მოქმედება, სისხლის დარღვევისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი, გულისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ეს ზეითუნის ზეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დამტკიცებული და კარგად შესწავლილი, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მოქმედებს. ანუ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იღებენ ზეითუნის ზეთს, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მოქმედებს. ადამიანები, რომლებიც ჩაანაცვლებენ სხვა ზეთებს ზეითუნის ზეთით, გულის დაავადებების რისკზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მოქმედებს. ოღონდ ისევ, რა თქმა უნდა იყოს არარაფინირებული ექსტრა ვირჯინი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ადამიანები, ვინც დიდხანს ცოცხლობენ, ძალიან ხშირად იღებენ ზეითუნის ზეთს. ზეითუნის ზეთი ჯობია ყველა სხვა ზეთს, ყველას. ზეითუნის ზეთი ჯობია, რა თქმა უნდა, მზესუმზირის ზეთსაც, რასაც ვიღებთ. არის მოსაზრება, რომ ვინაიდან ზეითუნის ზეთს აქვს დაბალი წვის ტემპერატურა, მათი გამოყენება უარესია შეწვისას, მაგალითად კარტოფილის შეწვისას, ვიდრე მზესუმზირის ზეთი. ეს მიდგომა სწორია კარაქის შემთხვევაში. კარაქს და მზესუმზირის ზეთს თუ შევადარებთ, კარაქს ჯობია მზესუმზირის ზეთში შეწვა, მაგრამ თუ შევადარებთ ზეითუნის ზეთს და ჩვეულებრივ ზეთს, მზესუმზირის ზეთს, მაშინ მაინც ზეითუნის ზეთი ჯობია. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ზეითუნის ზეთი ნებისმიერ ასეთ დაპირისპირებაში იმარჯვებს სხვა ყველა ზეთთან შედარებით. ზეითუნის ზეთის მიღება სასურველია 1 კოზი ან 2 კოზი დღის განმავლობაში. უმად რა თქმა უნდა, არ არის სასურველი რომ გააცხელო. თუ კერძს მოამზადებ და გინდა მაინც დაამატო, ბოლოში დაამატე, ან სალათებს მოასხი, 1 სუფრის კოზი ან 2 სუფრის კოზი დღის განმავლობაში. 2 სუფრის კოზზე მეტი არ არის რეკომენდირებული, რადგან კალორიებს იღებ ბევრს და სარგებელს იმდენს ვეღარ იღებ. ეს არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ძალიან ბევრი არ უნდა ჭამო. მაგრამ 2 სუფრის კომზამდე არის სასურველიც და უსაფრთხოც. მეორე სუპერ საკვები, რომელიც დიდხანს სიცოცხლეში დაგეხმარება, არის თხილეულობა. თხილეულობის რეგულარული მიღება გულის დაავადების რისკს ამცირებს დაახლოებით 30% და ამცირებს სიკვდილიანობასაც. ანუ სიკვდილიანობას ახლა ზოგს ესმის ხოლმე, რომ ამბობ სიკვდილიანობა შეამცირაო, რა აღარ მოკვდები? ასე არ არის, რა თქმა უნდა, რომ ასე აღარ მოკვდები იმის გამო, რომ თხილი ჭამე, არა. მაგრამ სიკვდილიანობის რისკები ხო აქვს ყოველ წელს, სხვა დაავადებებს, სხვა რისკები აქვს და ამ რისკებს ჯამში ამცირებს და ჯამში ადამიანი ცოცხლობს მეტხანს, ვიდრე უნდა ეცოცხლა. ეს არის აზრი, სიკვდილიანობა როცა მცირდება. ამას აკეთებს თხილი. მიუხედავად იმისა, რა წონა აქვს ადამიანს. ანუ ზოგ ადამიანს გონია, რომ ის თხილი ეხმარება, იმიტომ რომ ესე იგი ჯანსაღად ვიკვებები, ესე იგი ნაკლები წონა მაქვს. თხილი მაგიტომ ეხმარება, რომ ნაკლები წონა მაქვს. არა, თხილი გეხმარება დამოუკიდებლად იმისა, რა წონა გაქვს. თხილი გეხმარება დამოუკიდებლად იმისა, ვარჯიშობ თუ არა. თხილი გეხმარება დამოუკიდებლად იმისა, სხვა საკვებს იღებ თუ არა. ანუ თხილი დამოუკიდებელი მოთამაშეა. ვინც თხილს რეგულარულად იღებს, შეიძლება 2, 3, ზოგჯერ 5 წელით მეტიც იცოცხლოს. თხილი ერთი რომ ამცირებს ანთებას, ინსულინის მგრძნობელობას აუმჯობესებს, სისხლის დარღვევის მდგომარეობას აუმჯობესებს. თხილს როცა ვამბობ, გულისხმობ თხილეულობას ზოგადად, ნაწლავების მიკროფლორას აუმჯობესებს და სასარგებლო ბაქტერიების ზრდას აუმჯობესებს. ასევე ომეგა-3-საც შეიცავს ნიკოზი მაგალითად, მცენარეული ომეგა-3, რომელიც არ არის დიდად ეფექტური, მაგრამ სხვა რამეების გამოა თხილეულობა კარგი, არა იმიტომ რომ თქვა ომეგა-3-ს ვიღებთ მაინც იმ არაეფექტურ ომეგა-3-ს, არამედ სხვა პოლიფენოლების გამო და სხვა კომპონენტების გამო, რომელიც სასარგებლოა. მათ შორის ცილებს შეიცავს თხილეულობა, კარგად შეიცავს საკვებო ბოჭკოებს, რომელიც ძალიან სასარგებლოა. და თუ ვიტყვით ჩემპიონები რომლებია, ნიგოზი პირველ ადგილზეა, მეორეზე ნუში, ან პირველზე შეგვიძლია ნუში თქვა, მეორეზე ნიგოზი, მოკლედ ეს კონკურენტებიან ერთმანეთს, მესი რონალდოსავით არიან. ხონა. მერე მოდის ყველა სხვები, მერე მოდის ფისტაჩკები, ბრაზილიური თხილი, ტყის თხილი, ხის თხილი, სხვა შორის კარგია, სამეგრელოში რაც მოდის, მესამე ადგილზე შეგვიძლია გაიყვანო, ისეთი იმდენად კარგია. თხილეულობას არ მიეკუთვნება მიწის თხილი, ჩვენ ვეძახით თხილს, მაგრამ თხილეულობა არა,
ანუ ის არის პარკოსნების შემადგენლობაში შედის. ცოტა განსხვავებულია, მაგრამ გაჭირვების თხილია რა რეალურად, ანუ თუ გაჭირვებაში ხარ, მაშინ და თუ ფული არ აქვს და თუ ის სხვა თხილების ფული თუ არ აქვს, მოკლედ ეგ თხილი მაინც კარგია. ბრაზილიური თხილის შემთხვევაში ის უნდა გახსოვდეს, რომ 1-2 ცალი დღეში მეტი არ შეიძლება სელენიუმით ინტოქსიკაცია შეიძლება გამოიწვიოს, იმიტომ რომ ბევრ სელენიუმს შეიცავს. რამდენი უნდა მივიღოთ თხილი? ეგ არის ხოლმე კიდე კითხვა. უნდა მიიღო ერთი მუჭა, ისე რომ შეკრა. ანუ ერთ მუჭას რო აიღებ და შეკრავ, აი ეგ არის დაახლოებით 25 გრამი. ხო, ნუ ახლა ვისაც გიგანტური მუჭა ან ძალიან პატარა, ამას არ საშუალო ზრდასრული ადამიანის მუჭა, ცოტა რო გააკეთო ჯამივით, ესე რო გააკეთო და შეკრა ნახევრად, აი ეგ არის დაახლოებით 25 გრამი. ბევრის მიღებას დიდი აზრი არ აქვს, რადგან ეფექტი მნიშვნელოვნად არ იზრდება. ცოტას მიღებასაც 15 გრამზე ნაკლები დღის განმავლობაში საკმარისი არ არის. ანუ 25 გრამი თხილეულობა დღისით არის ყველაზე კარგი ვარიანტი. ჯობია რომ მიიღო უმად. ნუ კბილებზე არის ხოლმე პრობლემა, რომ კბილებს ხო არ აღიზიანებს და რაღაცა. კბილებს პირდაპირ ემალს არ აძრობს და ესეთ რამებს არ აკეთებს, ან მჟავის მოქმედებაც არ აქვს, მაგრამ თუმცა ფიზიკურად შეიძლება გრძილები გააღიზიანოს. შეიძლება თუ ძალიან მაგარია კბილის მიკროტრაუმები გამოიწვიოს. ამიტომ რა თქმა უნდა არ უნდა გატეხოთ კბილით და ძალიან მაგარი ისეთი რამეც არ უნდა დაღეჯო. თუ ხედავ რომ მაგარია დაანებეთ. თხილეულობაზე ალერგია თუ გაქვთ, რა თქმა უნდა არ უნდა მიიღო. ანუ ალერგიას უნდა მიაქციო ყურადღება. თუ ალერგია აქვს ადამიანს, თხილეულობას არ ვიღებთ. და მესამე ყველაზე მთავარი საკვები, რომელსაც ვიღებთ ხოლმე როგორც სუპერ საკვები დიდხანს სიცოცხლისთვის არის პარკოსნები. პარკოსნები ლობიო არის ერთ-ერთი ჩვენი გადამრჩენელი და მართლა მნიშვნელოვანი. და რატო ახლა? რომ დააკვირდნენ იმ ზონებს მსოფლიოში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ დიდხანს, ეძახიან ცისფერ ზონებს ამათ. მაგალითად სარდინია, იკარია, ნიკოია, ოკია, სუმეგრელები. ამ ზონებს რო დააკვირდნენ, სადაც დიდხანს ცხოვრობენ ადამიანები, უმეტესად იკვებებიან პარკოსნებით. ყოველ შემთხვევაში პარკოსნები შედის მათ ყოველდღიურ რაციონში ხშირად. პარკოსნები მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილიანობას, ამითაც არის მთავარი. და ერთი ძალიან დიდი საქმეა, რაც პარკოსნები რასაც აკეთებენ, ეს არის ჩვენს ნაწლავურ მიკროფლორას ცვლიან დადებითისკენ. და ამას დიდი სარგებელი აქვს, იმიტომ რომ იმუნიტეტს აუმჯობესებენ. ნაწლავებიდან გაჟონვა არ ხდება ენდოტოქსინების და არ ხდება მე ჩვენ ორგანიზმში და ეს ქრონიკული ანთება არ ვითარდება ჩვენს ორგანიზმში, ანუ დაცულია საჭმლის მონელებელი სისტემა. აი ამიტომ, პარკოსნებიდან შეგიძლია აიღო თითქმის ყველა, რაც იაფი და ხელმისაწვდომია, ჩალბე, იმიტომ რომ გაზები არის თავიდან პრობლემა და შედარებით ნაკლები გაზები რომ გამოიწვევს, თუმცა ეს გაზები და შებერილობა, რასაც ლობიო იწვევს, მაგალითად თავიდან მე ეჩვევა ამას ორგანიზმი, ამიტომ უბრალოდ პატარა დოზებით დაიწყე. პარკოსნების მიღება შეიძლება ყოველ დღე, ერთი თასი მაგალითად ან ნახევარი თასიდან 1 თასამდე მისი მიღება ყოველ დღე შესაძლებელია, ან ყოველ მეორე დღეს შესაძლებელია. უსაფრთხოა, რამე მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ, რომ დიდი პრობლემა არის, რომ რაღაცა ორგანიზმი შეიძლება საფრთხე შეუქმნას, არა, ანუ იმდენად დიდი ბენეფიტები აქვს, იმდენად დიდი სარგებელი აქვს. იცავს ორგანიზმს განსაკუთრებით იმისგან, რომ პრობლემები დაიწყება ოღონდ გვიან. ანუ თუნდაც დაემართნოდა დიაბეტი, ვთქვათ, 50 წლის ასაკში საერთოდ არ დაემართება, თუნდაც დამართნოდა 40 წლის ასაკში 70 წლისაც დაემართება და ასე. ანუ აგვიანებს ყველაფერს, ასეთ დიდ რამეს გვიკეთებს რეალურად პარკოსნები, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათ მიღებას. მეოთხე ყველაზე მთავარი საკვები არის თევზი. თუ შეამჩნიეთ, მიხვდებოდით, რომ რაც ზევით თქვი იმ სამივე შემთხვევაში, არც ერთი არ იყო ცხოველური, ან ყველა იყო მცენარეები. მაგრამ ეს მეოთხე თევზი არის პირველი ცხოველური საკვები, რომელსაც ასეთ დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი რო ცილებს იღებ, რა თქმა უნდა, მეორე ცხიმით იღებ ომეგა-3-ს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. შედარებით პატარ-პატარა თევზები ჯობია, ანუ კუმულაციური ინტოქსიკაცია
რაც თქვათ თევზთან დაკავშირებით არის ხოლმე მძიმე მეტალებით მოწამლა და ეს თვითონ თევზები იწამლებიან ზღვის დაბინძურების გამო და მე ადამიანს იწამლება იმ მძიმე მეტალებით და ამის რისკი რომ ნაკლები იყოს ჯობია რომ პატარა ზომის თევზები ჭამონ თუ ხშირად ჭამ თევზს ზოგადად რეკომენდირებული თევზის რაციონი არის რეჟიმი არის სამჯერ მიიღება კვირის განმავლობაში იდეალურ შემთხვევაში მეტი არ არის საჭირო ან ძალიან მაღალ ტემპერატურაზეც არ უნდა იყოს ეგ მნიშვნელოვანია რომ მაღალ ტემპერატურაზე არ მოამზადოთ თევზი მეხუთე მნიშვნელოვანი საკვები არის მწვანე რაც არის მოკლედ ისპანახი და ესეთი ისპანახის მსგავსი მწვანე საკვები მწვანე ბოსტნეული რაც მნიშვნელოვანია იმითი რომ აზოტის ოქსიდის გამომუშავებას უწყობენ ხელს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებენ და ასევე ფოლიუმს შეიცავენ ხოლმე და დნმ-ის შეკეთებაში მონაწილეობს ეს და ჯამში გულსისხლძარღვთა სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა მეექვსე მნიშვნელოვანი რაც უნდა გახსოვდეთ არის სრულმარცვლოვანი მარცვლეულობა მაგალითად შვრია ქერი და სხვა სრულმარცვლოვნები ოღონდ ეგ არ აგერიოთ რა თქმა უნდა დაბქვილი ხორბალი აღარა ეფექტური იქნებ მარცვალია მაგრამ დაბქვილი ფქვილი რო არის ეგ კატასტროფაა ორგანიზმისთვის ანუ ყველაზე დიდი კატასტროფაა არის მოკლედ თეთრი ფქვილი უზარმაზარი გლიკემიური ინდექსით სულ გინდა ჭამო და ჭამო და ამიტომ თეთრი პურის მიღება ამიტოა ერთ-ერთი ანუ თეთრ პურს უფრო მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს ვიდრე შაქარს ან ჩოლები რო შაქარი რო ჩაყარო ჩაიში იმაზე მაღალი გლიკემიური ინდექსი თეთრ პურს აქვს ამიტომ აი ეს უნდა გახსოვდეთ რომ თუ შეჭამ შვრია სრულმარცვლოვანი თუ შეჭამ ქერს სრულმარცვლოვანი წიწიბურა რა თქმა უნდა მარცვლები არა ფქვილი და ასე სრულმარცვლოვანი მნიშვნელოვანი. მეშვიდე არის კენკროვანი, კენკროვანი ნუ ანტიოქსიდანტებით სავსეა, მარწყვი და მაყვალი და ნებისმიერი სხვა კენკროვანი, მოცვი და ასე რაც კენკრა, რასაც ქვია, ყველაფერი სასარგებლოა მოკლედ ჯამურად, ნუ მოცვი ერთ-ერთი ლიდერია და მარწყვიც ერთ-ერთი ლიდერია ანტიოქსიდანტების კუთხით. მერვე ადგილზე არის ბროკოლი. ბროკოლი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დეტოქს გენებს რთავს ჩვენს ორგანიზმში და კვირაში სამჯერ ბროკოლის მიღება, ნუ ძალიან ძლიერად მოხარშული არა, სასურველია და შემდეგი არის ფერმენტირებული საკვები, ფერმენტირებულანი იოგურტი, კეფირი, მაწონი, ოღონდ რა თქმა უნდა, მათ შორის ბერძნული იოგურტიც, ოღონდ რა თქმა უნდა, დამატკბოვლების გარეშე, ნუ ნაწლავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგი არის ხახვი და ნიორი, ორივე ძალიან კაი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, ნუ ხახვი კვერსეტინს შეიცავს და სასუნთქის სისტემისთვის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება სისხლძარღვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნიორს რაც შეეხება, ნიორი არ უნდა მიიღოთ ყოველ დღე, დაწყლეტილი უნდა მიიღოთ კვირაში სამჯერ. სასურველია და სხვა საკვებიც არის რა თქმა უნდა რომელიც ჯანსაღია მათ შორის პამიდორი სოკო ყავა მწვანე ჩაი ციტრუსის ხილი ნუ სხვა მაგალითად ტურმერიკი ეს დამატებითი სანელებლები ავოკადო შავი შოკოლადი ანუ მათაც აქვს როლი შეიძლება მეტნაკლებობით ზოგს მეტი ზოგს მცირე, მაგრამ ჯამში აქვს როლი იმისთვის, რომ თქვენ მეთხანს იცოცხლოთ. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, ვისაც გინდათ არხის მხარდაჭერა, შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ აღწერებიდან, მითითებული მაქვს ანგარიშის ნომრები. ვისაც უბრალოდ გინდათ არხის მხარდაჭერა, დალაიქეთ, დაკომენტარეთ, გააშიარეთ, გამოწერეთ არხი, ნებისმიერი თქვენი აქტივობა მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.